ისეთი თავშალი მიყიდე და მომიტანე. მე რომ მომეწონება? ვინმე ნაცნობი შეიძლება, მოგეხმარება არჩევაში. რა ფერის იყოს? თეთრი ან ცისფერი? ცისფერი. არა. თეთრი. თეთრი. ცისფერი. თეთრი. ცისფერი. თეთრი თქო. ცისფერი. თეთრი. ცისფერი. თეთრი. ცისფერი. თეთრი. ცისფერი. 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 თეთრი. თეთრი. რა ხდება? თავშალს ვადან. ახალს მიყიდის. ყველას ლამაზი თავშალი ახურავს. მე ამდენი ხანია ძველით დავდივარ ეკლესიაში. სხვას რას უყურებ? შენ ვაჟბატონო. თუ რამეს გაკიდე, ჩემთან მოიტანე. ვის ეპრანჭები, ვის? ხმარი ყავს. ხმარი. ხმარს მოაწონე თავის სხვებზე, რომ თვალი გაგირბის. ვისე გამირბის? რას მაბრალეთ? რა დავაშავე? არავის ცემ ხმას? თუ რამეს ვკითხავენ, პასუხო. დავითი რას დაწანწალებს ჩემს სახლში? რა უნდა აქ აზნაურ კარუბდელაძეს? როგორც გენებოთ. თუ გწყით მისი აქ მოსვლა, გააგდეთ. მე გავაგდო თუ შენ? შენ უნდა დაანახო, რომ ტყუილა დაგდებს უკან. გაფრთხილე. სირცხვილი რომ მაჭამო და ოჯახი გამიხადო ქვეყნის სალაპარაკოდ. ან შენ, ან მე. ცოცხალი ვერ გადამირჩები. ბიძია, თავი უნდა მოვიკლა. რა მოხდა? მაინე! ანის უნდა მოვკლა. ვინ? ის კუდიანი უნდა მოვკლა. რაზე ლაპარაკო? სულ ცდილობ მისი გული მოვიგო. ვერ მოვახერხე. ჩემს სულელ ქმარს აქეზებს. რას არეუბნება? დღეს იცი რა მითხრა? რა დამაბრალა? ბიძია, შენ ჩამაგდე ამ დღეში. რატომ იმათხოვე მაგათ, რატომ? შენი სულელი ქმარი რას აღობს? დედამის რას გაუბედავს? შავ დღეს დავაყრი მაკუდიან დედაკაცს. დედას მოიწმინე შვილო. უნდა მოიწმინე. მიხვდება რომ ტყუილად გეჩხუბება. აბა რა? მოწმინება ჯობია. მოწმინება კი არა და ორივე სულს ამოვკი. შენ დაწყდებია ახლა და წავალი მკუდიანთან. ომისი. ახლა რომ მასთან მიხვიდე, ვარისად გაბრაზდება. მე როცა შეხვდები, ეთქვით კბილად. ახლა მე დაველაპარაკე.
ეუბნებოდი, ნუ ჩაერევი ამ ამბავში, მეთქი ვიცოდი რაც იქნებოდა. კაცი არ იყო. თუ ორივე ფულზე არ მოვაქო. კოჩინგი, ნუ გავიწყდება მის ლაპარაკო. მაგის კუდიანობის შენი სცენა დედაკაცებს უნდა ეშინოდეს. მე არ მეშინია. ფულზე ხარ, არა? სუკან რომ ლაპარაკო. დამალე თავი. ომისიმე, ნუ ახსენებ ცუდად შენს რძალს. არ ივარგებს. აბა, ფეხ ქვეშ გავეგო. გული მომიკლა ამ გოგოს ამბავ. მართან მე ჩავაგდე მაგათ ხელში მე რომ არა ნიკას მიმისცემდა ამ ხალს ჩემი ბრალია მე ლაფერი ჩემი ბრალია ჩემი ბრალია ჩემი Pepena, საქმე მაქვს შენთან. რა გინდა? რატომ ხარ ასეთი ავი? მარინესნაირ ანგელოს ქალს როგორ ექცევი? მიყვირს. წინს. მაგის პატრონმა ეგ ბავშვი მე ჩამაფარა. და რა ამბე? ცუდად ეყურები. მიჩივა. კი არ გიჩივა. მე თვითონ ვხედავ და გეუბნები. ონისიმე. შენ ძალიან კარგად იცი რა გაჭირვება გამოვიარე მე შენი ძმის ოჯახში. ადრე დავხვდები. გამოუცდელს მთელი საქმე მე დამაწვა კისერზე. არ შეუშინდი. ფეხზე დავდექი. ამდენი ტანჯვა წამებით შემონახული ოჯახიო. ვინმე მტალახში ამომისვარებს. მის სისხლს დალევს ფეფენა. რა საჭირო ამდენი პრანჭვა გრეხვა? მე ერთი პატარა შავი კაპით გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება. ახლა სხვა დრო. მართალი ხარ? სხვა დროა. სინდისი გაქრა. ხალხი გაიყნა. რაში ჭირდება ჩემს ბიჭს ისეთი ქალი? აქეთ-იქეთ რომ დარბის და სულ იმას ფიქრობს, ხვებს როგორ მოაწონოს თავი. რას ამბობ, ფეფენა? აზნაური დავით კარუგდელაძე ვინ შემომითრია სახლში? ფეფენა, გაბრაზება, სისულელე არ გაგაკეთებ. აბა რა ვქნა? გულგრილად ვუყურო, რაც ჩემს თვალწინ ხდება. მარინეს რომ რამე ცუდი დაემართოს. ვერც
დედა და ვერ შვილი. სოცხალი ვერ გადავიჭე. კაცი არ იყო. უშენის თარაკუდიანი. გულზე არ მომიყვანო. ვიცოდი რომ თქვენი საუბარი ასე დასრულდებოდა უნისი. მოწმინებიდან გამომიყვანა იმ წყალო. მაინც უნდა მოგეთმინა. რა გონია მითხარი? ჰა? ბინგვიშვილის ჩვენზე რომ მოინდომო შურის ძიება. ჰა? ვერაფერს ვერ ვისწავს. ვერაფერს. თუ ამეს იზამს და ქნას და ისიქნება. ისევ მე უნდა დავაწყნარო როგორ. Chirks mostres. ტალახი როგორ დავასხმევ. შვილო. რატომ მომიყვანე ჩემი სისხლის მსმელი, ჩემი მკვლელი, ა? რა იყო? რა მოხდა? 1000 ჯერ მithmam შენთვის. ნუ ხარ უტვინოთქო. გაიგო შენმა ცოლმა რომ ქმარი ყავს, ქმარი. რა ქნა, რა გააკეთა ასეთი? კითხე და მოგახსენოს. არა. ქარი რომ შუა გზაზე. საფლირტაოდ გამოვა. დედა, ისიც კი არ იფიქრე, რომ ვინმე დაგინახავდა. დედა. აბარა. ამას დავითის ჯობია. დედა. უნამუსო. დედა. კოდიანო! ვის უმეტავამას? შეკალაჩუდა! გამხვნილო. კოდიანო! ოდია! შელებიცია! მოკლა! ოდია! მარინე შეტარ არის? ახლავე გამოაგდე. მაგუსინდისო დედაჩემს ხელი დაარტყა. როგორ არ მოკლა? ახლავე გამოაგდე, სწრაფად! აქ იქნება სხვა თავშესაფარ, სად იპოვიდე? აქ ბრძანდება, დედა. ონისიმე, გარეთ გამოაგდე გაწყვილი. ორივე დედაშვილი მებრძანდით აქედან.
ჩემს ეზოში აღარ დაგინახოთ არც ერთი. გაეთრიე დაგედან. გარეთ გამოაგდებათ კი გეუბნები. გეხოცები ნუ გადავიკიდოთ მაგათ გაატანა ეს ბავშვი გთხოვ. მარინე, შვილო, გაყევი ფეფენას. დაინდები ძაშენის ოჯახი გთხოვ. ამოგწყვეტს. ამოგ გავს აღარ დაგვინდო შვილო. გთხოვ. მომკლავე. არიცი მაგათია. მართლა მომკლავე ნეკუდიანი. კიდევ დიდხანს უნდა ვიდგეთ? მოვდივართ ფეფენა. ახლა მოვდივართ. ჩემო პეპენა, ჩემო ძვირფასო. აპატია, საცოდავს მისი უჩქუობა. ნუ დასჯი. ხელი მოკიდე ბიჭო. არსად გაგვექცეს. წადი და მამამის შეატყობინე თავისი ქალიშვილის გაკუდიანების ამბავი. რატომ გალერია ამ ამბავში? ის საცოდავი ბიჭი შემეცოდა. ჩემი ძმის სული. რა ვიცოდი თუ ასე მოხდება. ასეთი ბედი ქონია ალბათ ამ საცოდავს. ყველაფერი ღვთისგანაა. სხვა გზა არ არის. უნდა წავიდე მამამისთან. წადი იქნებ მამამისმა უშველოს რამე. საიქიოში ნამყოფი კაცი რომ არის. მარტო იმას შეუძლია გაკუდიანებულების განკურნება. წავიდეს. სტოლოს. იქნებ უშველოს ამ საწყალგოგოს რა.
ხონებულ მამაჩემს ერთი ბებერი მუხა ედგა ეზოში. ამ მუხის მობელვან თხოვა. დავიწყე ტოტების ჭრა. ერთი ტოტი მოვჭერი. ჩამოვაგდე. მეორე ტოტი მოვჭერი. ჩამოვაგდე. მესამე ტოტს რომ მოუქნიე. ვერ მოვახვედრე. ორჯერ. სამჯერ ავაცილე. გავბრაზდი, ნუ თუ ასე მალე დამეღალა ხელი თქო. მოვემზადე. კიდევ ერთხელ მოუქნიე ტოტს. მაგრამ არ გაჭრა. არ მიეკარა რკინა ხეს. თურმე ან ტოტზე ანგელოზებმა იციან ჩამოწდომა. გვიან მივხვდით ამას ჩვენ. მე გავბრაზდი, რომ ტოტს ვერაფერი მოუხერხე. რაც ღონე მქონდა კიდევ ერთხელ. მოუქნიე ტოტს ნაჯახი და გუნებაში ვთქვი. ახლაც ვერაფერს დაგაკლებთ, ხო? უცებ თვალებში დამიმნელდა. რაღაც შავი ჩამომეფარა. გონება დავკარგე და ხიდან ჩამოვარდი. წამიღეს სახში. ჩემს გადარჩენას ვერ ამიფიქრებდა. რა არ გააკეთა ცხონებულმა ბაბაჩემ. ცხრამ გალობელ ქალს. 9 სამთლით ხელში. თითქოს 9 ლოცვა-თქმევინა იმ ხესთან, მაგრამ წმინდა გიორგის ხატს ჩემი ზომის წმინდა სამთელი მიართო, მაგრამ არ მიშველა არაფერმა. ჩემს გასვენებაში იყო ერთი ტირილი, კივილი. მე არაფერი მე სიცაში ვიყიდა. მე კი არა ჩემი სტული. ქვეყნად ხოდ ჩემი ხორცი იდო ტახტზე. სული კი მაღლა მიფრინავს. უცებ ჩემ თვალწინ მწვანე მინდორი გადაიშალა. მუხლებამდე აბრეშუმებით მწვანე ბალახით. მიმობრეულია უამრავი ცხვარი და ბალახწიწკნის. წინ ვიწრო ბილიკი შევდა. დავადექი ამ გზას
წყაროსთან მიმიყვანა. წყალია ისეთი. Გუდარს გააცოცხლებს. წყაროსთან კაცი წევს და მეკითხება. სადაურიხარ? მე უთხარი აქედან და აქედან მარტო. შენი აქ მოსულა. შენ რამდენია? შენ დედამიწაზე უნდა გაიყო. დაადექი ამ გზას უკან. არსად გადავყვი. და ჩემი სული სწორედ იმ დროს დაუბრუნდა ჩემს ხორცს, როდესაც დასაფლავებას მიყიდებდნენ. რასი ხარული რა ბედნიერება. ყველა გამოშტერდა ცოცხალი რომ დამინახეს. და იმის შემდეგ ცხილიც არ ამკივებია. ასე შემიწყალა ჩემმა გამჩენმა. ვენაცვალე მის დიდებას. და იმის ძალაც მომანიჭა, რომ ბოროტი ადამიანების გაკეთილშობილება შეძლო. Marjos Mens. Etoba Gerise var zulvart. Da შეინსტანა კაცებს გვიგზავნის დასახმარებლად. ასეა, ასე. ყველაფერი ღვთისნება. რასაც ისინებებს ისე იქნება ყველაფერი. ასეა, ასე. სოფიო, ხალო, კარი გააღე და მიხედე სტუმრებს. დიახ, ეგ არის. დედაკაცო, თუ გაქვს რამე, დროზე გამოგვიტანე. ახლავე ბატონო. ონისიმე. ონისიმე. კაცი ხარ. ასეა, კაცი. ნამდვილი კაცი. ასეა, ჩემო ბატონო, ასე და რა. რინოზე უკეთესი არაფერი იქნება ახლა. ასეა, ჩემო ბატონო, ასე. ართო. ოღონდ გამძრახავ ჩემო ბატონო. ცოტა ხარიბულად კი ვარ, მაგრამ ვარესებიც გვინახავს. რას ვიზამ? ცოტა, სულ ცოტას და ყველაფერი კარგად იქნება. ონისიმე. ეს საქმე გადავაგოროთ და ერთი კარგი მაგიდა ჩემზე იყო. მაგაზე უკეთეს რას იზამ ჩემო მარკოს. სამუდამოდ მადლობელი ვიქნები. ასეა, ასე. გაიხარე ჩემო ბატონო. ასეა და რა ვქნა ჩემო. ყველაფერი კარგად იქნება, ონისიმე. აბა, დაბრძანით ბატონო. ხო. ვინო მიიწვით ბა. რა კარგი ღვინო. და კარხასიაძე ხარბატონო. აბა ვიტირო. ცოდვა არ იქნება მას პინძლის ასეთ სუფრას მოგუშული რომ შევხვდე. ხომ ასეა, ონისიმე? ასეა, ასე. ნუ გეშინიათ.
ვერცად გამექცევა კუდიანი ჩემი მზახა. ალიონზე დავადგები და დედას უტირებ. ახლა კი ვახშამი ვილიგვინო დაულიო. ასეა, ასე. ასეა. ასია ბატონო ასე. ბატონო ვასილ. თუ რამე ისე ვერ თქვი. მაგადიეთ. ბოდის გიხდით. თქვენ სულ სხვა კაცი ვძანდებით. იმხიარულე მე ნუ მომერიდები კაცი ხარ. კაცი. თისგან გამოგზავნილი. ონისიმე. თქმელი ღვინო დაუსხი ბატონ ვასილს. აი, მაგიდა, ამ შეგაშინა. მაგი. ვერსად გამექცევა ჩემი კუდიანი მზახა. ხვალ. მივხედავ პეპენას. ახლა გიდო? დილამ შვიდობის. შემოხვიდე. ამეგივლია. დაღლილი იქნება. მარინე სახლშია. სახლში აბა სად იქნება? ალბათ ხომ არ არის. არა. ბეჭო. არ უნდა გითხრა ჩემთვის შენი ცოლის ავადმყოფობის შესახებ? ის ავად არ არის? მარგალიტივით ხალი ჩაგაბა. რატომ არ გწევდები? ჭორები მოუტანია. ბევრი მტერი ყავს. თქვენი ბოროტები თორემ ჩემშულს მტერი არ ეყოლა. ვის ელაპარაკები ბიჭო? დედა. თქვენ მოგძანდით. სახლში შემოგძანდით.
ამ შეგცვალა შვილ ვასილცნაური. ავად ხარ? არა. კარგად. არ ხარ. რად მიდიხარ? დაგიგი. ვიყავით ჩემთან. მე ძალიან უკმაყოფილო ვიყავი თქვენი შვილით. არ ესმოდა ჩემი. მაგრამ მე მიხვდა თავის შეცდომას და ახლა პატივსცემს ოჯახს. ყოჩაღი გოგოა. ასეთი ქალი უკვე აღარ გამოადგება თქვენაირ ოჯახს. მე მიმყავს ჩემი შვილი. რას ნიშნავს მიყავს? რას ამბობ? მიმყავს. მე უკეთმოული ჩემ შვილს. წამოდი შვილო. გაჩერდი მამა. წამოდი შვილო, მივდივარ. მამა, წამოდი მე. გამიშვი მამა. მივდივარ. მამოიღე ბიჭო ვერ ხედავ ცოლს გართმევე. რას კაცო ბატონო, ჰა? დადი შეკალაჩი. აიმე, შვილო, შვილო, აიმე, შვილო, აიმე. გაჩერდი მამა, შვილო, სამშვი. უკავე მამა. გეშინე შვილო, შენთან. გამიშვი მამა. გეშინე. დადი მე. სამშვი. შვილო. გეშინე, შენთან. გეშინე, შვილო. სამშვი. დაწყნა. გეშინე, შვილო. შეგაწუხეთ. ბატონებო და ქალბატონებო. მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი დღემდე თუ რა უბედურება ტრიალებდა ჩემს თავს. გავქნათ, ყველაფერი ღვთისნება. სიკეთე მიცეს ღმერთმა ბატონ ვასილს. ეს ღვთისმიერი ადამიანი შეწუხდა და ინება ჩვენთან წამობრძანება. თუ ჩემ შვილს რაიმე კავშირი აქვს ეშმაკთან, ახალავე გაგვაგებინებს ეს ღვთისკაცი. ბატონო ვასილ. ბატონო ვასილ. ყველაფერი მზად არის. დროს შეუდგეთ საქმეს. დაბრძანდით. შვილო ჩემო, შენ გაბრალებე თითქოს
ღმერთს უღალატე და ეშმაკს შეუერთდი. მართალია თუ არა ეს? მართალია თუ არა ეს? არ გესმის გოგო რომ გელაპარაკებია? შვილო, ხმა მოიღე შვილო. უბრალო ადამიანი ხომ არ გელაპარაკება? ანგელოზებთან ნამყოფი კაცი გეკითხება. შენ როგორ იქცე? დამშვიდდით. მე თვითონ მივხვდები ყველაფერს, მაგრამ მაინც ჯობია რომ თვითონ აღიაროს და ღმერთი ჩვენი ფარველი და მწვალობელი მიუტევებს ცოდვებს, აპატიებს შეცდომებს და თუ არ გამოწყდება საუკუნო ტანჯვა მოელის ჯოჯოხეთში. შვილოჩემ, ხარ თუ არა კუდიან? გაქვს თუ არა რაიმე კავშირი ეშმაკთან? მაქვს. ვინ შეგაცდია? ვინ გაგაკუდიანა? ასეთი ჯიუტობით წმინდა ვასილს აწუხებს. ნუ გეშინია შვილოჩემ, მითხარი, ვინ გაგაკუდიანა? ჩემმა დედამთილმა. ახლა მომიყევი. როგორ გაგაკუდიანა შენმა დედამთილმა? რას გიშვებოდა? რას გეუბნებოდა? ვიციასგან სახლში რომ წავიყვანეს, დედამთილმა და ჩემმა ქმარმა მცემეს. შემდეგ ავად გავხდი. ფეფენა მოსვენებას არ მაძლევდა. ჯერ ეზოდან გასვლა მიკრძალა. მერე სახლიდან ეზოში გასვლაც. სხვებთან ლაპარაკს მიშლიდა. მითვალთვალებდა. ერთხელ ვენახში დავემალე. დავწეკი ხის ძირში. ჩამძინებოდა. უცებ რაღაც შავი უშველებელი დამეტაკა. ხელი წამავლო და ცაში ამიტაცა. დამნებდიო მითხრა და ჩემი ნება ასრულეო, თორე მაგედან ახლავე ხელს გაგიშვებ და მიწას დაგახეთქებო. შემეშინდა. ვუთხარი კი ბატონო თქო. გახსოვდეს ჩემი სიტყვა, მე ხუმრობა არ ვიციო. დავაკვირდი ვინ მელაპარაკებოდა და იმ შავ მოჩვენებაში ჩემი დედამთილი ვიცანი. მერე უფრო შემეშინდა. ხვეწდა დაუწყე. ოღონდ ნუ მომკლავდა შენი მონა ვიქნები თქო. არც ხმას გავცე ვინმე სუშენოთ. არც არსად წავა. ოღონდ მიწაზე დამსვი თქო. სული მეხუთება. მამა! მიშველე! მამა! გეშინია შვილო. ახლა შენთან შვილო. ახლავე ახლავე სახში შეიყვანეთ და თბილად დააწვინეთ. ღმერთს ეს ძალა ჩემთვის ფულის საშოვნელად არ მოუნიჭებია.
სახლში. იქ ვიდა დაწოლა. ეფენას არაფერი აწყენინოთ. ეფენას ამაზე უკეთეს რასიზამდი ონისიმე სახში არ შემოუშვა ეგ კუდიანი ვინ არის? მამა. შენი ქმარი შენი დედამთილი ონისიმე სახში არ შემოუშვა მოგძანდი მზახალო აქამდეც უნდა გენახა შენი ავადმო ყოფილძა შენ ბიჭო არ გეკადრებოდა შენი ცოლის ამბავი კაკეგო ვიფიქრეთ ცოტა დრო გავიდეს მარტო დაქტორეთ ამიტომ ვიცდით ამ სამ დღეს რითი ავად რამ გახადა ასე უცებ ავად სიმართლე გინდა გაიგო მამა. შენ ბიჭო გარეთ გადი შენ არ უნდა გაიგო ჩვენი ლაპარაკი შენ მეკუდიანობა გახადა ახლა სად გამექცევი კარი გამიღეთ ვერ ვაღებ დედა არ გეყო ჩემი შვილის წამება ვერ გამძეხი ვერ გამძეხი მიშვენე ვერ გამძეხი ჩემი შვილის მაცადე ჩვილო ცოტა ხანში კარგად გახდები მაცადე მათი რომ გაუქმები უნდა დავდახო ეს კუდიანი ონისიმე ნავი სოფიო ნავი როგორ მიბედავ ახლა ვეთაკა გარბიდე მაგშეც წავას
Thank you.